ტენერიფეს must see ადგილი. ინი უნდა ჩამოსიალდეს ეხლა აი აქედან. რა ხდება საცობია. ამას შეხედე. ვაიმე რა ხდება თან ანუ ზეგერმა გადაგვიჩურა თავზე. გამარჯობა, გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ტენერიფეზე და დღეს მოვედით ევროპაში ყველაზე დიდ აკვაპარკში, რომელიც მდებარეობს ტენერიფეზე. სიამ პარკი ქვია და ეხლა ერთად შევვალთ, ნახავთ ყველაფერს. მთელი დღე გვინდა რომ გავატაროთ აქ და იმედია გაამართლებს ჩვენს მოლოდინებს. პარკი არის ესეთი გაუვალი ჯუნგლები, ხელოვნურად დარგული მცენარეებისგან და აქ არის აი ის პოინტს რო გაგახსენებთ ისეთი ადგილი, იმიტომ რომ გარე გაგირლება აქვს ჩართული. აი ამ სპილოს უნდა შეეხო. ფული იცისო. ინი უნდა ჩამოსიალდეს ეხლა აი აქედან რა, ნახე. ერთი წამი აქ ნახეთ რა ხდება საცობია აი მინდა დაგანახოთ რა ხდება ჩვენ როგორ გაგვიმართლა წეგა რომ ამდენ ხალხი არ მოგვიწია მოვედით ბავშვების მხარეს Lost City ქვია ნახეთ რამდენი გასართობი არის პატარებისთვის ბევრი სასრიალო საძრომიალო და ასე შემდეგ ბავშვამ თავისი გასართობი იყო მოდი პარკიდან როგორც კი გამოვედით, ტაქსის ძალიან დიდი რიგი იყო. ამიტომ დავინახეთ ავტობუსები და ეს ყოფილა თურმე უფასო ავტობუსი, რომელიც სიამ პარკის დამსვენებლებს ემსახურება უფასოდ და ჩვენ სახლთანაც მიდის. ამიტომ ამოხვდით და ეხლა ძალიან ხარია რომ ტაქსში არ მოგვიწია დგომა. გადავწყვიტეთ რომ წამოსულიყავით ჩრდილოეთში, სანტა-კრუსში და მოვედით მოლში. მერიდიანო ქვია ამ მოლს, ძალიან დატვირთულია, ძალიან ბევრი ხალხია და ჭამეთ და ეხლა გვიდა რომ ვიშოპინგოთ. შემოვედით დუგლასში. ყველაფერს აქვს ძალიან მისაღები ფასები. ბევრი ნაცნობი ბრენდიც არის, ბევრი ისეთი ბრენდიც არის, რომელიც საქართველოში ჩვენ არ გვაქვს და ვისურვებდი რომ გქონდეს. მათ შორის თავიდან ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს ინსტალაცია, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ზღვის სამყარო და ეს კიდე არის პლასტიკი, ანუ ნარჩენები, რასაც სამწუხაროდ ადამიანები წყალში უშვებენ. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ტენერიფეზე, რა თქმა უნდა. ტენერიფეს must see ადგილი არის ლორო პარკი, სადაც დღეს მოვედით. როგორც კი შემოვდივართ, პარკში პირველივე გაჩერება არის ესეთი ოქროს თევზები და აქ უნდა გადააგდო მონეტა. აქ არის ესეთი სულწმენა, მონეტას თუ გადააგდებ, აუცილებლად დაბრუნდებიო და რა თქმა უნდა გადავაგდეთ ჩვენ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაბრუნდებით. მოვედით პინგვინებთან. ეს არის ესეთი ჯიში, რომელიც სითბოში ცხოვრობს, ამიტომ ესეთი გარემო აქვს შექმნილი. რამდენი პინგვინია შეხედეთ. ვაუ. ამას შეხედეთ. ევანდელი პინგვინები არაფერი არ იყო ამასთან შედარებით შეხედეთ რა ხდება. ეს არის უკვე პოლარული ყინულის პინგვინები ცხოვრობენ რა თქმა უნდა ყინულთან ერთად და ის ერთად თოვს. ყოვალს კი არის ყოვალს კაბა რომელი? იქ რო დგას. მადაგასკარის პინგვინები. ეს პარკი კიდე იმით გამოირჩევა, რომ თან დადიხარ და ათვალიერებ ბუნებას, ცხოველებს და ასე შემდეგ და
თან ასევე არის პარალელურად შოუები, რომელზეც შეგვიძლია რომ შეხვიდე და დაესწრო, რა თქმა უნდა, პარკის ღირებულებაში შედის ეს ყველაფერი და ეხლა შემოვედით ჩვენ ზღვის ლომების შოუზე. ეხლა მოვედით თუთიყუშების შოუზე. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება თუთიყუშების შოუ, იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენია რა უნდა გააკეთო თუთიყუშებმა. ნახოთ. ძალიან მაგარი იყო, თან თავზე რომ გადაგვიქნათ 1-2 კაცი მომხდარ. ნიტის განსაკუთრებით მოეწონა ლურჯი ფიტი და ძალიან ემოციური იყო და ეფექტური. ამ ადგილს ნამდვილად სწორად ეძახიან თუთიყუშების სამოთხეს, იმიტომ რომ როგორც გითხრეს, ძალიან ბევრი დაჭრილი თუთიყუში მოუყვანიათ, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს ასევე. ბევრი ისეთი ჯიშის თუთიყუშები არიან. გამართეთ! გადაშენების პირასაც რო არიან და მოკლედ აქ ყველანაირად ეხმარებიან. როგორ შევა ნიტი, აბა ის გააკეთე, გააკეთე. როგორ შევა თუთიყუში? კარგად, სახით გააკეთე. ჩვენი შემდეგი გაჩერება არის შემდეგი შოუ, რომელიც არის ორკების შოუ. ორკები ქართულად რო გადმოვთარგმნოთ, ორკას არის ვეშაპი, ოღონდ ერთ-ერთი ვეშაპის ჯიშია. ეხლა ველოდებით მათ გამოსვლას და აუცილებლად გადავიღებ საუკეთესო კადრებს თქვენთვის, იმიტომ რომ როგორც ვიცი, მსოფლიოში სულ რამოდენიმე ადგილას ტარდება ესეთი შოუ. იმიტომ რომ საკმაოდ რთულია ვეშაპების გააწვრთნა და დამორჩილება. გოგოება როგორ მოგეწონა? ერთმანეთზე უკეთესია და ეს იყო ყველაზე სანახაობრივი განსაკუთრებით მოგეწონა? ნიტი ძალიან მოეწონა. ბეიბი შარკი და დედი შარკი არისო. შენ მოგეწონა? მე მობეზრებული. ძალიან ემოციური იყო და ეხლაც ეს ტრენერები როგორ ეფერებიან ამ ვეშაპებს, აი ესეც კიდე ცალკე ძალიან ემოციური მომენტია. აი ეს რო არ გაჩვენოთ არ შემიძლია. ეს რა არის? რა არის ეს? შეხედეთ გამო. აი მოვიდა უდადი საკეთე. ეს რა? აკი დროზე. აი აქ მარტო გიჟივი დაფიციტო. ეს არის ზარმაცა, რომელიც წამომში ძალიან ბევრი შეკვედრია ალბათ. შარიდან რო გაჩვენოთ, აი ესე გამოიყურება ვეფხვის ადგილი, რა თქმა უნდა, აქაც ესე წყალი ყოფს ადამიანებს და ვეფხს. ზემოთ ასე თავისუფლად დაფრინავენ ჩიტები და ესე ლამაზად, სუფთად გაკრიელებული არის ვეფხვის საბინადრო, ნახეთ. სამხელა ტერიტორია მთლიანად ეთმობათ კუებზე მაქსიმალურად თავი იქნან კომფორტულად, თავისუფლად. ნახეთ სამხელა ტერიტორია, აქეთ კიდე ერთი ყოფილა, რომელიც მიირთმევს. ჩვენი შემდეგი გაჩერება არის დელფინების შოუ და ველოდების დაწყება.
აქ არის მედუზების ინკუბატორი. ხალხს უწყობენ რომ გამრავდნენ და გაიზარდონ ეს პატარა მედუზები. ნახეთ. აი ასეთი მედუზა მართლა არასდროს არ მინახავს. თითქოს კვამლის დევს. ვაი მე რამხელა თან ანუ რამდენ თევზებთან ერთად ცხოვრობს სისუფთავეში. ეს არის ორქიდეების ორანჟერეა, ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ რა ლამაზი ფერის თუთიყუშებია აი მთლიანად ამ შენობაში. სულ ესეთი ძალიან ლამაზი თუთიყუშები ბინადრობენ. თქმა უნდა ისე არ წავიდოდით დღეს აქედან ლომები როარ გვენახა. ნახეთ ისვენებენ. მათი გარემო გავს რაღაცნაირად უფრო ესეთი სავანას, რა თქმა უნდა, ნახეთ. ეს არის ის ცნობილი აკვარიუმი, სადაც თვითონ წყალში შედიხარ, ასე ვთქვათ. და შენს თავზე დაწვროვენ თევზები, ნახეთ. ზიგენა გადაგვისურა თავზე. საოცრება შეგრძნება, უშვეთი თითქოს უშუალოდ შენს აკვარიუმში ხარ თევზებთან ერთად. მიუახლოვდა დასასრულს ჩვენი დღევანდელი ლორო პარკის დღე და ტური საოცარი ემოციებით ბრუნდებით სახლში და იმის და მიუხედავად რომ მთელი დღე გავატარეთ აქ, კიდევ ვფიქრობ, რომ ბევრი რამე უფრო დეტალურად მინდოდა რომ მენახა დიდი სიამოვნებით ნახავდი კიდევ ერთხელ, მინიმუმ ერთხელ არა, კიდევ ბევრჯერ ნახავდი ამ ადგილს, იმიტომ რომ არის მართლა საოცარი სამოთხე და საოცარი ემოციები დატვირთული და ძალიან ბედნიერები მივდივართ სახლში.